E19-17 ქვენ ნომრებში განიხილება ლოგარითმული განტოლებათა ამოხსნა. გავაკეთოთ ზოგიერთ წინასწარი შენიშვნები ლოგარითმული განტოლების შესახებ. პირველი, ლოგარითმულ განტოლებაში შემავალი თითოეული ლოგარითმის ნიშნის ქვეშ მდგომი გამოსახულება უნდა იყოს დადებითი. ეს იქნება განტოლების განსაზღვრის არი. მეორე, თუ ლოგარითმულ განტოლებაში არ გვხვდება ლოგარითმის ნამრავლი ლოგარითმზე, ლოგარითმის განაყოფი ლოგარითმზე, ლოგარითმი ხარისხში, მაშინ ნებისმიერი ასეთი განტოლება ამოიხსნება პოტენცირების შედეგად. პოტენცირებისას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში თავისუფალი რიცხვები უნდა შევცვალოთ იმავე ფუძიანი ლოგარითმით და მერე მოვახსნათ პოტენცირებას. განვიხილოთ მაგალითები. მესამე მაგალითი. ვიხილავთ განტოლებას ლოგარითმ 3-ის ფუძით 4 მინუს ლოგარითმ 2-ის ფუძით x-ისა უდრის 1. განტოლების განსაზღვრის არე განისაზღვრება უტოლობათა სისტემით. პირველი ლოგარითმის ნიშნის ქვეშ მდგომი გამოსახულება 4 მინუს ლოგარითმ 2-ის ფუძით x-ი მეტია 0-ზე და x-ი მეტია 0-ზე. განტოლებაში მოცემული თავისუფალი რიცხვი ერთიანი შევცვალოთ იმავე ფუძიანი ლოგარითმით, ესე იგი 1-ის ნაცვლად წერთ ლოგარითმ 3-ის ფუძით 3-ისა. ამის შემდეგ განტოლების ორივე მხარიდან მოვხსნათ ლოგარითმი. დარჩება 4 მინუს ლოგარითმ 2-ის ფუძით x-ი. აქედან თუ განსაზღვრათ ლოგარითმ 2-ის ფუძით x მივიღებთ ლოგარითმ 2-ის ფუძით x-ი უდრის 1. 1 შევცვალოთ ლოგარითმით. გვექნება 2-ის ფუძით 2. ამრიგად ლოგარითმ 2-ის ფუძით x-ი უდრის ლოგარითმ 2-ის ფუძით 2. ლოგარითმებს თუ მოვხსნით, საბოლოოდ დარჩება x-ი უდრის 2. ადრე შესამჩნევია, რომ 2 აკმაყოფილებს განტოლების განსაზღვრის არეს. ამრიგად პასუხია x-ი უდრის 2. ახლა განვიხილოთ მეხუთე მაგალითი. ვიხილავთ განტოლებას ლოგარითმ 4-ის ფუძით ლოგარითმ 2-ის ფუძით ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა უდრის 0.5. განსაზღვრის არე განისაზღვრება შემდეგი უტოლობათა სისტემით. ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა მეტია 0-ზე, ლოგარითმ 2-ის ფუძით ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა მეტია 0-ზე. განტოლების მარჯვენა მხარა 0.5, ანუ 1/2. 1/2 შევცვალოთ ლოგარითმის, რომლის ფუძეა 4-იანი. ეს იქნება ლოგარითმ 4-ის ფუძით 4-ისა. ამრიგად გვაქვს განტოლება ლოგარითმ 4-ის ფუძით ლოგარითმ 2-ის ფუძით ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა უდრის ლოგარითმ 4-ის ფუძით 4-ისა. მოვხსნით ლოგარითმებს. მოვხსნის შემდეგ მივიღებთ ლოგარითმ 2-ის ფუძით ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა უდრის 2 მინუს ლოგარითმ 2-ის ფუძით 2-ის კვადრატი. ამრიგად გვაქვს ლოგარითმ 2-ის ფუძით ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა უდრის 2. ეს 2-იანი შევცვალოთ ლოგარითმის, რომლის ფუძეა 2. მაშინ 2-ის ნაცვლად შეგვიძლია დავწეროთ ლოგარითმ 2-ის ფუძით 2-ის კვადრატი. ესე იგი გვაქვს განტოლება ლოგარითმ 2-ის ფუძით ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა უდრის ლოგარითმ 2-ის ფუძით 2-ის კვადრატისა. მოვხსნათ იქით აქეთ ლოგარითმები. დაგვრჩება ლოგარითმ 5-ის ფუძით x-ისა უდრის 2-ის კვადრატს, ანუ 4. ახლა თვითონ 4 შევცვალოთ ლოგარითმით, რომელსაც ფუძედ ექნება 5. ესე იგი იქნება ლოგარითმ 5-ის ფუძით 5 ხარისხად 4-ისა.
ამრიგად ლოგარითმული განტოლება მიიღებს სახეს ლოგარით P5-ის ფუძით x-ისა უდრის ლოგარით P5-ის ფუძით P5 ხარისხად 4. თუ აქ მოვხსნით ლოგარითმს დარჩება x-ი უდრის P5 ხარისხად 4, ანუ 25. ადვილად სამცნებია, რომ x-ის მიღებული მნიშვნელობა აკმაყოფილებს განტოლების განსაზღვრის პარებს. ამრიგად საბოლოოდ ამან ახსნია x-ი უდრის 25.